მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან. ეთერში ეკონომეტრი მე კი დავით ლაბაძევა. ცენტრალურ გაზსადენთან ახალი ობიექტების გაზის მიერთებაზე ნებართვის გაცემის უფლება ყაზტრანსგაზსა და სოკარს მიენიჭა. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. როგორც სემეკიდან გვაცნობეს, ცვლილება ძალაში ამ კვირაშივე შევა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად გამკაცრდა მიერთების წესებით, დადგინდა ყველა საფეხურზე მიერთების ვადები და ვადების დარღვევის შემთხვევაში ყველა საფასური ნახევდება. როგორც სემეკში ეკონომეტრს აცნობს, ცვლილება ახალ მომხმარებელს გაზსადენის ცენტრალურ ქსელთან მიერთების საფასურს გაუიარებს. თავი ცვლილება ეხება თვითონ მიერთების საფასურს. საყოფაცხოვრო მომხმარებლის შემთხვევაში აქამდე იყო სრული ფასი, ეს ხო 600 ლარი, არ უმეტეს 600 ლარისა. ეხლა გახდა ფიქსირებული და ის არის 400 ლარი. ამასთან დაწესდა სხვა რეგულაციებიც, გამკაცდა თვითონ მიერთების წესები, დადგინდა ყველა საფეხურზე მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყველა საფასური ნახევარდება. საყოფაცხოვრო მომხმარებლის შემთხვევაში ეს 400 ლარი, რომელიც არის დაწესებული, თუ არ მოხდა 40 დღეში ამ სამუშაოების შესრულებას განაცხადის ჩაბარების შემდეგ, იგი განახევარდება და გახდება 200 ლარი.